ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურები და სწორედ აი ამ პროცედურების შეჩერებას ვითხოვთ. ამ პროცედურების დაწყება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ უარი უთხრა თემურ ქათამაძეს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ამ სტატუსის მიღებაზე უარის გამო შესაძლებელი გახდა ის, რომ დაეწყოთ უკვე მისი გაძევების პროცედურები მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ეს საქმე იხილებოდა. ნიშანდობლივია ის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვეოდა თემურ ქათამაძესთან მიმართებით, რადგან მას არც დრო ეძლეოდა შესაბამისი, არც მაგალითად აცილების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მოსამართლე, რომელმაც საბოლოოდ მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, იყო ის მოსამართლე, რომელსაც მანამდე განხილული ჰქონდა თემურ ქათამაძის სხვა დავა, რომელიც მოქალაქეობას უკავშირდებოდა, ამაზე უარი ჰქონდა ნათქვამი და წინასწარ იგრძნობოდა, რომ ის ამ საქმეს არ დააკმაყოფილებდა და არსებობდა საფუძველი, რომ მას არ განეხილა ეს საქმე, ან მომხდარიყო მისი აცილება, თუმცა არც აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საერთოდაც ზოგადად ამ საქმის განხილვის პროცედურები საკმაოდ სწრაფად წარიმართა და ეს ყველაფერი აჩენდა ეჭვს თავიდანვე, რომ ეს ხდებოდა მიზანმიმართულად იმისთვის, რომ დროულად მომხდარიყო თემურ ქათამაძის დავების დასრულება, რომ შემდგომ დაეწყოთ მისი გაძევების პროცედურები. თემურ ქათამაძეს მიეცა გაძევებისთვის აღდგიანება და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ თემურ ქათამაძის სახელით და რა თქმა უნდა ვითხოვთ, რომ მოხდეს ამ პროცედურების შეჩერება.